ნამდვილი ამბავია. მასწავლებელი იყო ერთი და ახალი წელი მოდიოდა და საახალწლო არ დადეგები იწყება და ბავშვებს ეუბნება. ბავშვებო, აბა ერთი სურვილი დაწერეთ, რაც ამ ახალ წელს გინდათ რომ აგისრულდეთ. და ბავშვებმა დაწერეს ეს წერილები. ამ ქალბატონმა წაიღო სახლში და ზის და კითხულობს. და ერთ-ერთი წერილის დროს ცრემლები წამოუვიდა. და ქალბატონის მასწავლებლის მეუღლე შემოვიდა და რა არისო, რა კითხულობ ეგეთო, რა წერიაო და აი ნახეო როგორ ცუდ მდგომარეობაშიაო ეს ბავშვიო, ესე იგი და უკითხავს რომ მე მინდაო რომ ამ ახალ წელსო მოხდესო სასწაულიო და ტელევიზორად გადავიქცევ. იმიტომ რომ მამა რო დაღლილი მოვა სახლშიო, ჩემთან გაატაროს დრო. დედა რო თავისი საქმეებისაგან გათავისუფლდებაო, დაждდესო და მე შემოვხედოსო და ეს კაცი გაბრაზდა, ნუ თუ არსებობენო ეგეთი მშობლებიო, რომ ბავშვს ესე ექცევიანო და მასწავლებელმა უთხრა, ესო ჩვენმა შვილმა დაწერაო. ანუ აქ თავარი ნახეთ კიდე რა არის? ჩვენ შეიძლება ისევ ტოვებდეთ ყურადღების მიღმა, რომ არც კი ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენა ვართ. და ჩვენ გვეგონოს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით გამოვირჩევთ. და აი ეს არის ალბათ დღეს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ მშობლები უშვებთ ბავშვების მიმართ. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ვიცოდი, რომ ჩემმა ბავშვმა, ახლა მე ძალიან მეშლება ამაში და მე რომ მეშლება შეიძლება ეგრე არ არის, ნახევარი სახლში არ ვარ, მაგრამ ნახევარზე მეტი და ვწილო ჩემი ბავშვები სადაც მივდივარ, თან წავიყვანო ხოლმე. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, ვიცოდი, რომ რაღაცა პრობლემა ქონდა, რომელიღაცას არ მახსოვს. დაახლოებით მაშინ ალბათ 8 წლის იყო თუ 7 წლის და ესე წამოუწექი გარდი და ვეუბნები, რომ მე მეთქი ასეთი და ასეთი პრობლემები მაქვს მეთქი და ასეთ რაღაცაზე ნერვიულობ მეთქი და შენ რას ფიქრობ მეთქი, თან ვეკითხებოდი, თან ვეუბნეოდი მე რომ თუ შენც რაღაცა გაწუხებს ხოლმე მეთქი, აი შენ შეგიძლია მითხრა და მეც რაღაცა ერთად ვიფიქროთ მეთქი და ეს რომ მოუყევი რომ მე რო პრობლემები მქონდა, ანუ მან ის მიხვდა რომ თურმე შეიძლება ჩვენს სანერვიულოზე და პრობლემაზე რომ ილაპარაკო და მე თვითონაც მითხრა, მე ხო ვიცოდი რაც აწუხებდა, მაგრამ თავარი ის იყო რომ მას ეთქვა ჩემთვის. და ეგ არის მთავარი რომ ჩვენ ნდობა მოვიპოვოთ ბავშვში, რომ ბავშვი გვენდოს, გაგვიმხილოს. და არც იმას არ უნდა მოვერიდოთ, რომ ჩვენ უთხრათ, რომ პატარაობაში მეც ასეთი და ასეთი შეცდომა მომივიდა, ასე მოვიქეცი, ისე მოვიქეცი, რომ ბავშვს არ ეგონოს, რომ თურმე მარტო მე მომდის ეს რაღაცა და მე რო უთხრა, რამე კატასტროფა არ მოახდინოს ამ ჩემმა ნათქვამმა. და მას რო ეცოდნება, თურმე მამასაც და დედასაც ასეთი რამე მოსვლია, უფრო თამამად გეტყვის და რომ გეტყვის, უფრო შეგეძლება რჩევა მისცე და თუ ჩაიკეტა და არ გეტყვის, მაშინ ის სხვაგან მოძებნის მაგის გამოსავალს. და დაკარგავს იმ გამოცდილებას, რაც აქვს მშობელს. რადგან არ იქნება გახსნილი და ვერ ეტყვის.